სალამი. რიგით მესამე გასვლა. მივდივარ ისევ YouTube-აზე, სადაც წინა ორი გასვლა ქონდა. ვისაც ვიდეო არ აქვს ნახე შეგიძლიათ ნახოთ. ერთი შედეგიანი ვიდეო გასვლა აღმოჩნდა. სამი თევზიდან ორის გამოყვანა მოვახერხე და მეორე სამწუხაროდ თევზის გარეშე იყო, მაგრამ ეგეც საყურებლად ჩემი აზრით საინტერესო და ლამაზი ვიდეოა. რაც შეეხება დღეს, პარასკევის საღამოა, საღამოს 7 საათია, უკვე ცოტა გვიანია. დღეს ღამე, ხვალღამე და კვირას უკვე შევხედავ თუ ექნება აზრი კვირასთან შეიძლება გავჩერდე თუ არა და დღეს და ხვალ ეს 100%-იანი გავჩერდები რა. ამინდი ცოტა მოხრბლული ამინდია და წვიმს უბრალოდ დღეს წვიმდა, ხვალა წვიმაა გამოცხადებული, ეხლა ღრუბელია ამ მომენტში არ წვიმს. იმედია ქარი არ იქნება რაც მთავარია და თევზიც ცოტა აქტიური იქნება რა. წინა გასვლასთან განსხვავებით დღეს მიმაქვს ანანასის ბოილი, ეგრეთ წოდებული ტიგროვი არეხი, იგივე ვეფხვისებრი კაკალი, თუ სწორად არის ქართულად. და მაგითაც შევეცდებით თუ პოპ-აპმა არ იმუშავა. ანუ ეს სამი ვერსია არის დღეს გეგმაში. და რა თქმა უნდა, ძირითადი დაკვირვა იქნება სიმინდი, მოხარშული სიმინდი, ტკბილი, რომელიც კარბს ძალიან უყვარს და ასევე ამურსაც. და იმედი არის, რომ შედეგიანი გასვლა გვექნება. კაი, დანარჩენს ადგილზე ჩაგირთვებით და რა და როგორ კიდე გეტყვით. ადგილზე ვარ, მეგობრებო. რავი. წყარია, ხარია ხარ არის და ჩემი აზრით ძალიან უხდება ეს წვრილი წვიმა. აი ძალიან წვრილად წვიმს რა. ნახოთ ეხლა ნენელა გავშლი კარავს. დავბანაკდები ესე ვთქვათ და შევეცდები დავიჭირო. ჩვენი არხის დასახელებაც ეგაა. დაბანაკდი და დაიჭირე. რავი ესე გამოიყურება რა. რავი კაციშვილია რა, მარტო მე ვარ სი. მეგობრებო, ნენელა გავშალე კარავი დავბანაკდით. ჯერ კიდევ არა დაბნელებული. ეხლა ნენელა ანკესებიც შევიტანოთ. ესე იგი ვფიქრობ შევიტანო ანანასის ბოილი და ვეფხვისებური კაკალი, ტიგროვი არეხი. და შევეცდები პოპ-აპი მაინც დავუყენო, რომ ცოტა მაღლა წამოვწიო, რომ ძირს არ იყოს რა. რავი, როგორ გამოგვივა, მაგას ეხლა გაჩვენებთ რა. კარავი ნახევრად უკვე გაშლილია, შიგნია მოსაწესრიგებელი და მაგასაც მე გაჩვენებთ უკვე. ესე იგი, ესე გამოიყურება ჩვენი ანანასის ბოილი. 20 მმ-იანია, 16-იანი მეგონა, მაგრამ 20-იანია და ცოტა დიდი არის, ანუ ჩემი ნებსკავები არ არის ესეთი ზომის, რომ ესეთი ბოილი დავაყენო, ამიტომ მომიწია შედარებით ცოტა შეთხელება, მაგრამ არა უშავს. იგივენაირად იმუშავებს, არანაირი პრობლემა არ იქნება. ეხლა მინდა მოვასწრო, რომ გაჩვენოთ, ანუ ბოლომდე დაბნელდება, იმიტომ რომ დღეს გადაღება სავარაუდოდ აზრი აღარ აქვს. მხოლოდ ის შემთხვევაში თუ რაიმე დაგვიჯდება, მაგ შემთხვევაში გადავიღებ კადრებს. თავარია დღეს ყველაფერი გავშალოთ კარავში, ანკესები შევიტანოთ და უკვე დილიდან დავიწყებთ და გაჩვენებთ ყველაფერს. ჩემი აზრით
ესეთი ნახევარი პოპაპი სრულიად საკმარისია რომ წამოწიოს ესე გამოიყურება რაც შეეხება ტიგროვი არიხს ესე გამოიყურება და იგივე პრინციპით პატარა პოპაპს გავუკეთებ რომ პრეზენტაცია უკეთესად მოახდინოს რომ წამოწიოს და შესაბამის ზომას არიხსაც გავუკეთებ აი ესეთ ზომას აი ესე გამოიყურება ცოტა დაგვიღამდა უკვე იწყებ დაბნელებას სა იდეალური დილამშვიდობის გათენდა შაბათი დილა ხამით სამწუხაროდ არ მქონია აქტიურობა არ ყოფილა არანაირი ჩარტყმები როგორც გუშინ შევიტანეთ ერთი ანანასი და მეორე ვებხვის კაკალი რავი არ იმუშავა თუ უბრალოდ თევზი არ არის ჯერჯერობით ვერ იგეთყვით და თევზი არ აქტიურობს უბრალოდ ეხლა გადავწყვიტე რომ შევიტანო სიმინდი და პოპაპი აი ესე გამოიყურება ორივე ანკეს მაგას შევიტან და უცადოდ იქნება და რაიმე აქტიურება მოყოს ეხლა ანკესებს რო შევიტან მაგის მერე ვფიქრობ მოვხარშოთ სიმინდი და თქვენ გაჩვენებთ რა და როგორ ვაკეთებ რა. აი მეორესაც ახლა გავაკეთებ. ესე იგი პირველი პოპაპი ნახევარი ისეთი ზომა რომ შეძლოს სიმინდის წამოწევა. ანუ პოპაპი რაში გვეხმარება ახლა რა უკეთესია რომ ეგრევე წამოწეული იყოს რა წყლიდან ფსკერიდან უბრალოდ მაგრამ ის შემთხვევაში თუ არ არის წამოწეული არაუშავს როდესაც დიდი თევზი მიდის ანუ ახდენს ესე ვთქვათ და ბერვას არა რას ასშვება короче რაღაცას შვება რა ახდენს დიდი თევზი როდესაც მივა ახდენს ესე ვთქვათ რავი შებერვით იქვე რასაჭმელიც არის ძირიდან აყრას რა და მაგ შემთხვევაში მე ისრუტავს მაგის შემდეგ. ამიტომ პოპაპი უფრო მარტივად წამოიწევა ისედაც არის ძირება და უფრო მარტივია მისი წამოწევა რა. და მაგაშიც ეხმარება რა თქმა უნდა პლუს ისედაც თუ მიწიდან არის წამოწეული ძალიან იდეალური პრეზენტაციაა რა. Так. ესეც მეორე. ჩვენი უტყუარი სპრეი.
ესე იგი, ნავი მზადაა. გავსებულია სიმინდით, დავაყენებ ხა კამერას და გავაგზავნი აი დაახლოებით 11 საათის მიმართულებით და მარჯვენას მერე გავიტან პირდაპირ დაახლოებით 12 საათის მიმართულებით. ესე იგი მეგობრებო, გესაუბრებოდით სიმინდის მოხარშესთან დაკავშირებით. პირველ რიგში სანამ სიმინდს მოვხარშავთ, უკეთესია 1 ან 2 დღე ღამით წყალში გავაჩეროთ ისეთ ადგილას, სადაც მზე არ მოხდება რა. რომ ესე ვთქვათ, წყალი გაუჯდეს კარგად და უკეთესია უკეთესად მოიხარშება რა. პირდაპირ თუ მოხარშავთ, დიდი ხანი დაჭირდება და ვერ მიიღებს იმდენ წყალს და არ დარბილდება რა. ეხლა მე აქ მაქვს სიმინდი. აი ნახეთ, ერტყობა კიდე ცოტა ბუშტებს უშვებს უკვე, ანუ ფერმენტაცია აქვს დაწყებული. ეხლა ის დრო არის. უბრალოდ ქვაბში გადავიტანო ცოტა, ქვაბს გააჩნია, ეხლა მე ესეთი პატარა ქვაბი მაქვს. ბოლომდე არ შეიძლება გავსება, იმიტომ რომ ეს დუღილის პროცესში კიდე მოიმატებს. ეხლა მას უკვე მომატებული აქვს წყალში რო იყო. მაგრამ კიდე მოიმატებს, დუღეს რო დაიწყებს. საკმარისი არის და წყალი დავასხათ უნდა სიმინდთან შედარებით ცოტა მაღალზე რა. და ეს უკვე შეგვიძლია ჩვენ ხარშვის პროცესში კიდე წყალი დავამატოთ, ეგ არ არის პრობლემა რა. აი ეხლა შემოვდგათ ჩვენ ცეცხლზე. და ჩემი აზრით ეხლა ამას დაახლოებით ადუღებიდან მაქსიმუმ 9 საათი ეყოფა, იმიტომ რომ უკვე დარბილებული არის, აი ხელზეც ეგრევე იგრძნობა, რომ წყალში იყო და მარტივად მოიხარშება. დანარჩენს კიდე გადაგზა გაჩვენებთ. მეგობრებო, ესეთ დუღილის პროცესში სასურველია შიგადაში გამოურიოთ, რომ ძირზე არ მიგვეკრას. აი, ესე. ჩემი აზრით ეხლა ეს რა წყალიც აქვს, სულ დაიშრობს. შეიძლება დამატება დაჭირდეს. მაგას ნახავთ უკვე
ჯერჯერობით აი ესე იხარშოს რა. ესე იგი მოიხარშა უკვე მზადაა. ნახე? აი ეს ხელით რო დააწები უნდა იჭლეტებოდეს რა. ძალიან დაწოლაც არაა აუცილებელი ისე უნდა იყოს. ეხლა მე ამ შემთხვევაში რას ვაკეთებ? აი ეს ზუსტად ეხლა დარჩა საკმარისი წყალი ნახარში, ესე ვთქვათ, რასაც სანამ გაცივდება სიმინდი შეიწოვს რა. მე უბრალოდ ვამატებ ვანილს, ესეთი ვანილი მაქვს. 30 მილიგრამი არის. ეხლა სიმინდი არის დაახლოებით, რავი, 2 კილო ნახევარი, მაქსიმუმ 3 კილო რა. ბევრი არა. სავსებით საკმარისი არის. ესეც ვანილი. და კიდევ ვამატებ შაქარს. მოგეხსენებათ, კარგს უყვარს ტკბილი. ამიტომ უნდა დავატკბოთ და გადავურიოთ რა, მეტი არაფერი ფილოსოფია ამას არ ჭირდება. აბა ვნახოთ რა გამოგვივა ესე ვერძე დავუდოთ და ესეც აქვე დავდოთ აი ესე აი მოგონია იდეალური არის ნახოთ თევზმა ესაო მაგრამ ჯერჯერობით არაო რავი ნახოთ თევზის გარდა ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის ესეც შედეგი
დავაგემოვნებ და დარწმუნებული ვარ გემრიელი იქნება. რავი, თევზის რა გითხრათ მეგობრებო, მაგრამ მაგარი თვითონ და ხარია. მაგრამ შიგნით არ გვეშინია. მეგობრებო, მაგარი თავსხმაწვიმა იყო, როგორც იტყვიან. ეხლა ხამ გადაიღო. ეხლა ვფიქრობ შევიტანო უკიდურეს მარცხენა მხარეს, მაქსიმუმ რაც შემიძლია. დაახლოებით 200-250 მეტრი მინდა ვცადო, იმიტომ რომ წინა ორი შეტანა მქონდა 100-დან 200-მდე, ერთი იყო 120-130, მეორე 150. მოკლედ ცადოთ. ეხლა შევიტან უკიდურეს მარცხენა ზოლში. ერთი შეტანილი მაქვს, ეხლა მეორე შევიტან. ესე გამოიყურება სიმინდი, დატვირთულია. მინდა გაჩვენოთ. ეხლა ვაპირებ მხოლოდ ბოილს. ანანასის გემოთია 20 მმ-ია, ცოტა დიდია, მაგრამ ეს ნევსკავაც შედარებით დიდი დავაყენე, რომ ჩემი აზრით თუ გადაყლაპა არის იმის დიდი შანსი, რომ გამოედოს რა. მეგობრებო, სანამ თევზი არ აქტიურობს, მოდი გაჩვენეთ ესეთ პატარა ბოქს. რისი დანიშნულებაც არის უბრალოდ პროდუქტების გადატანა, ესე კემპინგისთვის არის იდეალური folding box-ი. ზემოდან აქვს ხის დაფა არის, რომელიც ჩვეულებრივ იხსნება, ამოდის და ირეცხება რა. აქეთა მხრიდან აქვს ესეთი ორი გასახსნელი, ესე და შეგიძლია გადმოხსნა. შიგნით არის სათავსო, სადაც რავი ელემენტარული რაღაცები შეიძლება მარილი, რავი ყავა, ჩაი, შაქარი, რაღაც соуსები, რავი ლუდი, ყველაფერი ოვაში, რავი ხა რაც მაქვს მე გეუბნებით. აქ ზემოდან შეგიძლიათ როგორც ნახავდით, ზემოდანვე მოამზადოთ რა. გამოიყენოთ როგორც საჭრელი დაფა. აქვე შეგიძლიათ მიირთვათ, რავი, ვის როგორი სრულის და მიხედვით და ასევე იხდება ზემოდან შეგიძლიათ ესე მარტივად მოხადოთ და ესე მარტივად გამოიყენოთ სრულის და მიხედვით. გვერდიდან აქვს ესეთები. შეგიძლიათ დააფიქსიროთ, რომ არ აიხადოს. მეორე მხრიდანაც. და ქვია კიდე სახელური. რავი, შეუძლია ჩემი აზრით საკმარისი პროდუქტი შეიძლება გადაიტანო რა. არღით და ძვირი დაახლოებით ქართულ ფულზე გამოდის 60 ლარი. ესე იგი, სამწუხაროდ მეგობრებო, საღამოს 6 საათია უკვე, შაბათი. რავი, რამოდენიმე ჩარტყმა იყო, მაგრამ
ჯერჯერობით 0. არაფერი არ დამჯდარა და მე უკვე კარავი ალაგებული მაქვს და ეხა ველოდები უკვე ასე მანქანაში ვზივარ. რავი, ბოლომდე გაუწურავ და თუ დამნელებამდე რაიმე იქნება, ხო კაი თუ არა და აზრი აღარ აქვს უკვე ღამე დარჩენას რა, იმიტომ რომ ამინდით კი ხედავთ ღრუბლიანი ქარი და ანუ არ მოგინდება რა უკვე ისე გაჩერება თევზი არ აქტიურობს. რავი, იმედია ბოლო რამოდენიმე საათში ერთს მაინც გამოვკრავთ ხელს რა. სამწუხაროდ უშედეგო აღმოჩნდა ეს გასვლაც, იმიტომ რომ საღამოს 8 საათი ხდება უკვე 15 წუთი აკლია 800 უკვე მალე დაბნელებას დაიწყებს. რავი, არანაირი აქტიურობა არ ყოფილა, არც გუშინ, არც დღეს. დღეს რავი 1-2 რაღაცა ჩარტყმოსავით იყო, მაგრამ მაგის მერე საერთოდ არაფერი არ ყოფილა. ამინდიც რავი, როგორც ხედავთ, ქარი არის და ღრუბლიანია, დღეს წვიმდა. და გადავწყვიტე აზრი არა აქვს დარჩენას კიდე მესამე დღე რო დავჩე. ეხლა ამოვიღებ ანკესებს და დღეს მოვჩები ამით. და შემდეგ გასვლაზე შევეცდები სხვა ტბაზე გავიდე. რავი, არადა ეს არ არის ცუდი ტბა რა, თევზი ყავს. დღესაც ეხლა რაც დავინახე, 1-2-გან დავინახე, რომ დიდი თევზი ამოხტა რა. მაგრამ მაინც ვაბრალებ ამინდს. ცვალებადი ამინდი. არ უყვარს თევზს ცვალებადი ამინდი იქ. ქარი, მერე ღრუბელი, წვიმა, გადაიღებს იქ 1-10 წუთი სადღაც მზევ გამოანათა, ხო ხტებით? დანარჩენი რავი, დასვენებით კარგად დავისვენე ვიდეოშიც რამოდენიმე კადრს შევნახავდით. რო ყოფილიყო კარგი ამინდი მზე და ცოტა სითბო, კიდე შეიძლებოდა დარჩენა იმის ხარჯზე და იმის გულისთვის, რომ უბრალოდ კაი ამინდი დაისვენო რა და კემპინგით ისიამოვნო, მაგრამ რავი, კიდე წვიმას აპირებს, ხვალა წვიმას აპირებს, ზეგა წვიმას აპირებს და შემდეგისთვის რავი უკეთესად შევეცდები რა. თუ ხავსია თუ რავი. არის ძალიან ბევრი რა. და თუ ადგილი არ შეურჩიეს სწორი, შეიძლება ჩაგდები ვარდნის მომენტში. სიხას ნახე, ნუ შეიძლება გამოტანის მომენტში მოხდა ესე, მაგრამ იმის დიდი შანსი არის, რომ საერთოდ დამალული იყო და თევზმა ვერც ნახა რა. ესე იგი წამოვედი მეგობრებო. როგორც ნახეთ, უბრალოდ აზრი არ ქონდა რა. აქამდეც კი მქონია, ეხლა ბევრჯერ დავსვლა და ვერ დამიჭერია რა. ეგ ჩემთვის ანუ ახალი რაღაც არ არის, რა ხდება ეგეთი რაღაცა მომენტები არის. ვისაც გაგისწორდებათ, უყურეთ და რავი, ლაიქსაც დააჭირეთ ხელი და არხით გამოიწერეთ.